მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო, მე შალვა რამიშვილი და უხმო ნათია მიქიაშვილი. საღამოშიდობისა. არა, რაღაც ხმა. შენ არანერვიულობ, მე ხმას ისე არ დავკარგავ, რომ მაყურებელს ვერ გავაკარგავ. ხო, მაინც. დღეს ძალიან დიდი დღე გვაქვს, იცით, ჩვენ გვყავს. დიდი დღე გვაქვს, თუმარე გვყავს დიდი, იმიტომ რომ უნდა მოვიდეს ბიძინა ივანიშვილი ეკაბერდესთან თოქ-შოუში და ილაპარაკოს რაღაცეები. ჩვენ მთელი საღამოს განმავლობაში გირჩევთ მაესტროს დარჩენას. და არ გადავთ. უნებრივია, ეხლაც ძალიან საინტერესო თუმარი გვყავს გიორგი ესაკაძე, რომელიც წლების განმავლობაში გახლდათ ბადრი პატარკაციშვილის მარჯვენა ხელი შეიძლება ითქვას. ლინეს ასოციაციის თავმჯდომარე, კი, ის იყო მის რეზიდენციაში. რამდენიმე წლის რაღაც პერიოდის განმავლობაში ასევე ტელეკომპანია იმენდის მმართველი, ჰოლდინგის ხელმძღვანელი. კი, ჰოლდინგის ხელმძღვანელი. ოღონდ ეს უკვე პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ. და დღეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი. ძალიან საინტერესო საუბარი უნდა გქონდეს წესით მასთან, რაღაცები იცვლება რესპუბლიკაში და აღიქვავს თუ არა ამ ცვლილებებს გიორგი ისაკაძე, უბრალოდ ილაპარაკებს თუ არა ამ ცვლილებებს, რომ რამდენად ადეკვატურად ის. რამდენად ადეკვატური, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ. მაგრამ ჩვენ თავზე ვილაპარაკოთ, ვიდრე სხვებზე გადავალთ. მაესტროს დამფუძნებლები ეროსი კიცმარიშვილის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მდელობაში ადანაშაულები. ესე იგი, ჯერ მოდის გია გაჭეშილაძე ეთერში შევა და მე და შენ გლანძღავს, ისე რომ თქვა. ხაინდრავამდე იყო ეგა? ეგ ხაინდრავამდე იყო. მე მოდის ხაინდრავა გლანძღავს, იმიტომ რომ ნუ გვეუბნება რომ თქვა არაფრად არ მოგა თქვენი მოუწყებლობა. მე მოდის ეროსი კიცმარიშვილი ასევე ეთერში გლანძღავს და დღეს უკვე მაესტროს დამფუძნებლები ავრცელებენ განცხადებას, რომ რაღაც ის თათბირი ნიშნებოდა ტელეკომპანიაში და შესაბამისად ანუ ეს იყო მცდელობა ეროსის. მანდ ახლა ერთი ის მახსენდება, მე საერთოდ არა ვარ მაინც პოეზიის დიეტრიალი, მაგრამ ნუ ჰამლეტი ცოტა პრაგნელავდა ასულ კარალესტი, მაგ და უბრალოდ მე ვისურვებდი რომ აი ეს პროცესები რომელიც მიმდინარეობს და რომელიც პირდაპირ შემიძლია გითხრათ ხოლო ტელევიზიას უნებს ჩემი ნათიას სარედაქციო დამოუკიდებლობას არანაირად არ ეხება იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ერთი პირობით ვართ აქ რომ ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაში შემოქმედებით პროცესში არავინ არ ჩაერევა მე უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ეს ტელევიზიას უნებს და ნუ მე მგონი ყველაფერი დარეგულირდება და მოგვარდება ხო მეც ესე მგონია რომ ეს ადამიანები დასხდებიან ერთხელაც იქნება და დაილაპარაკებენ სერჟ სარკისიანი ყავს. ეს გადაიდო ეს ვიზიტი, რადგანაც მე ვიცი და დიდი მოთქმა იყო, რომ განაწყენდა. განაწყენდაო, ხო, იქ რაღაცებს იყო საუბარი მიშას რაღაც ამოწდა მაგიტო. ნუ, მაგრამ ნუ სტუმრად ყავს. მე ვიცი რა წამსა, დაიტრაბახა, ჩვენ ძალიან მალე ამოვხვიდით აი ამ ნუ რა ქნით. შეიძლება მართალიც სოხეთის პრეზიდენტი რა ტიპია რო ეწყინა? კი, ახლა მან ეგრე არ არის. ესეთი ანეკდოტია. აუას სომხები არ მიწყენენ და აუას кто лучше одевается? Девушки или парни, да? Капик карту, да. Наверное, парни, да. Капик. Хо, да. А у нас оба лучше. Зато у нас коньяки. ну, оба. თბილისის მერიასთან აქცია. მე ვკითხულობ გაზეთებს გაიმართა, სხვა შორის პრესის გავრცელების ასოციაციას სოლიდარობა გამოუცხადა თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ. ამ შემთხვევაში ფეჭდური მედიის გავრცელებას კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ შესაძლებელია უახლოეს პერიოდში შექმნას ძალიან დიდი საფრთხე და ელემენტარული ქალაქში აღარ არსებობდეს პრესის გამავრცელებელი ჯიხურა. აგინას გაზეთების კითხვა ესე შეიძლება თქვან, ხო? გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი პარასკევს პრესის ასოციაციაში შემავალ გამომცემლებსა და გამავრცელებლებს აი ამ აბზალოს გამოხმაურება. ესე ქართული პარტია უცხადებს მედია სოლიდარობას, საი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასევე. მე ვიცი რომ კიდე ერთი ახალი ამბავი, რამაც რაღაც ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების გავრცელება გამოიწვია, იცი ალბათ აგანოქში რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ასევე მოყვანილი იყო ციტატა ოქროაშვილის ინტერვიუდან, თუმცა ქართული პარტია აგანოქში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება და ამბობს, რომ ირაკლი ოქროაშვილს არანაირი ინტერვიუ არ მიუწია აგანოქისთვის. ხო. ნუ იქ ძალიან რთულია გაარკვიო რა ხდება სინამდვილეში, იმიტომ რომ ისე აიხლართა ამ ამბებთან დაკავშირებული ბევრი ჭორი და ბევრი ესეთი ინფორმაცია მოდის. ხო, არა, ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის და ეს ფაქტია, ეს მარტო იმაზე მეტყოლებს შალვა, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება მუშაობს, ანუ უკვე გადავიდა, ასე ვთქვათ,
კაგებეშნიკურ მეთოდზე, ანუ როდესაც ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსში ხდება ჭორების გავრცელება. მე ვზნობ, მეტნაკლებად პროფესიონალი ვარ ამ საქმის ინფორმაციის დამუშავების, დახარისხების და კლასიფიკაციის და გავრცელების, კი ბატონო და გზნობ, რომ სერიოზულად არის ამუშავებული, არა ნახევრად ღია ცოტა რუხი წყაროები ინფორმაციის არ ვთქვათ ჭორები, არამედ ვიღას ეგრეთ წოდებული კომპეტენტური პირები, რომლებიც კომპეტენტურად იტყვიან სადღაც და შემდეგ მიდის ეს ინფორმაცია. მარტივი მეთოდია ძალიან, პირობითად ავიღოთ ჩალოს უკეთია სათვალე, ხო, პირობითი ამბავი. ამ სათვალესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ამბის მოფიქრება შეიძლება, ოღონდ საწყისი აუცილებლად იქნება რეალური. რომ სათვალე ჩალოს ნამდვილად უკეთია, რაც შესაბამისად მეტნაკლებად ამყარებს ხოლმე ამა თუ იმ ჭორის საფუძველს. სწორედ ასეთი ერთ-ერთი ჭორი გავრცელდა ეკაბესელია შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით პარტიიდან, ეკაბესელია ხვალ გვეყოლება ჩვენს პარტიიდან ბიძინა ივანიშვილის გუნდიდან, საერთოდ გუნდიდან, რასაც პრესამდივნო ბიძინა ივანიშვილის კატეგორიულად უარყოფს და სწორედ აი ამ თემაზე საუბრობს, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანიშვილი საახალწლოდ მოსახლეობას 400 ლარს ურიგებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერის სანაცვლოდ ასევე ფულს იხდის. გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაკურაძე ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ირაკლი ტრიპოლსკი დღემდე ყოფილა სახალხო კრების წევრი. ტრიპოლსკი ამბობს, რომ ორადორჯერ იყო დემოკრატიული მოძრაობის შეკრებაზე მისვლა და შესაძლებელი უბრალოდ მისი გვარი მექანიკურად გადაიტანეს სახალხო კრების წევრთა სიაში. რეალურად არ არის ამ კრების წევრი, ასე ამბობს თავად ტრიპოლსკი. გარდა ამისა, ქართულ ოცნებაში საზოგადოებისთვის ცნობილი ძალიან ბევრი სახე იქნება, იცით ალბათ უკვე, რომ 11 დეკემბერს გაიმართება პრეზენტაცია ამ სამოქალაქო მოძრაობის. გარდა ამისა, კიდევ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის ან ხელახალი მინიჭების მოთხოვნით იცი ალბათ, რომ გელათიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსროლობა მოეწყო. ეს ცნობილი ადამიანები მოდიან ხუთი დღის განმავლობაში. და კიდევ 86 წლის ასაკში სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალიევა გარდაიცვალა. ეს არის და ეს გაიყიდა კიდე ფიროსმანი 600,000 გირვანქა სტერლინგად ლონდონის აუქციონზე და როგორც ამბობენ მოქალაქეს ჰქონდა ეს საქართველოს მოქალაქეს არ ჰქონდა დავით კაკაბაძის ოჯახში ინახებოდა წლების განმავლობაში ეს ტილო ამის შემდეგ მოხდა უკვე რიგაში გააჩუქეს და იქიდან უკვე მოხდა შემდეგ ლონდონის აუქციონზე ამასთან დაკავშირებით ვრცელ რეპორტაჟს ჩვენ საინფორმაციო გამოშვებაში იხილავთ ეს გახლდათ დღესთვის პრინციპში ჩემი ინფორმაცია გიორგი ისაკაძე ცოტა ხანში ამოა დაბრძანდება ამხანს და მოყვება აქეთ სულ არ გადართოთ სულ რამდენიმე წუთში ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება გიორგი ისაკაძე რომელიც ბადრი პატარკაზიშვილის მერე ჯოზეფ კეის ბიზნეს პარტნიორი გახლდათ. გადაცემა სუბიექტური აზრი გიორგი ისაკაძესთან ერთად გიბრუნდება საღამოშიდობისა. გიორგი, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. არაფრით არ შემიძლია რომ ამ თემით არ დავიწყო, იმიტომ რომ ეს იქცა ჩემი ცხოვრების გამოუხსნელ განტოლებად. ვინ არის მარკ მონემი? რომელიც თავის დროზე მე მგონი კაშნეთი ვიწყებთ. მარკ მონემი. კაშნეთს მე დავიწყებ. შენზე გაშნეთი. ჩვენ უკვე ესე იგი ვიწყებთ გადაცემას საკმაოდ ისეთი თემით, რომელიც ეს არის ის 4 თვე ნახევარი. რომელიც არ არის საუკეთესო ჩემ ცხოვრებაში. შენ ცხოვრებაში სირცხვილია დამიჯერეთ. სირცხვილია თუ რა არის, საუკეთესო არ არის. მე გავაკეთებ ჩემ დეფინირებებს, შენ შეფასებები გააკეთე. ანუ ეს არის ის დრო, ხახსავ 4 თვე ნახევართან მიმართებაში ეს არის ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა იმ პერიოდში კომპანია რაკინს, რომელმაც გააკეთა ჩემი წარდგინება იქ. ჩემი პრობლემა არც მარკ მონემშია და არც რაკინში და შესაბამისად არც წარდგენაში. ჩემი პრობლემა არის ის, რომ ალბათ ის 4 თვე ნახევარი შეიძლება და ცოტა სხვანაირი ყოფილიყო ჩემ ცხოვრებაში. მიღმა იმედისა, კი, მაგ პერიოდს გულისხმობ ზუსტად. და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს 4 თვე ნახევარი საუკეთესო მოგონება, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ეთერში ვარ და ვიცავ მაქსიმალურ ეტიკეტს. ჩემ ცხოვრებაში არ არის. არა, შალოს ეტიკეტი ყოველ შემთხვევაში ჩემ ცხოვრებაში არასდროს არ ყოფილა. გასაგებია, გიორგი, უბრალოდ ეს ადამიანი მარკ მონემი, რომელიც წარადგინეს როგორც რაკინის წარმომადგენელი საქართველოში. შემდეგ რაკინი, რომელიც აკეთებს განცხადებას, რომ მას არ შეუძენია საქართველოს. ის რამდენიმე მას იმ პერიოდში, როგორც მე ვიხსენებ, რაკინს ყავდა რამდენიმე წარმომადგენელი. ხო. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ასე ვთქვათ, ჩემი წარდგინება გააკეთა, ოღონდ წამოსვლას აღარავინ არ დასწრებია, იყო მარკი. ამ ადამიანთან კომუნიკაცია მე ამ ადამიანთან არ მქონია და შესაბამისად
თუ კი იყო მედიის დაინტერესება ამ თემით, მათ შორის საერთაშორისოს, მე ვიგებდი, რომ ისინი თქვათ მარკთან კომუნიკაციაში ვერ მოდიოდნენ. ვერ პაულობდით. მაგრამ შესაბამისად მე ვიყავი ყოველთვის როგორც რესპონდენტი, დღესაც ვარ. პასუხსემდი. იმ თემაზე, რომელიც ღიად ვამბობ, რომელიც ჩემთვის ძალიან არასასიამოვნოა, რიგი მიზეზების გამო და ამ სენტიმენტებზე აქ ლაპარაკს არ ვაპირებ, მაგრამ ეს ადამიანი არსებობდა და ის ლეგალურად წარმოადგენდა კომპანიას, რომელიც ოფიციალურად გახდა თანამფლობელი მაშინ ჰოლდინგისა. ოღონდ რომელიც ამბობდა, რომ არ უყიდია. რომელიც შემდგომ უკვე სხვა მისმა წარმომადგენელმა ერთ-ერთი სათავო ოფისიდან, რომელმაც ერთი ინტერვიუ გააკეთა, თუ არ ვთქვი, საერთაშორისო გამოცემაში იყო ეს ყველაფერი. ოღონდ უკვე იმ პერიოდში ხა კარგად გამიგეთ. ამ შემთხვევაში ხა ერთხელ მე ვიქნები სუბიექტური და თან ეთერში. მე ამ შემთხვევაში უკვე ის განცხადება, რაც მან თქვა და როგორ თქვა, უკვე ნაკლებად მაინტერესებს. იმიტომ რომ არ იყავი საქმეში. აღარ ვიყავი ჰოლდინგის ხელმძღვანელი 4 თვე ნახევრის თავზე. გიორგი, თქვენ მაშინ აძლევდით უფლებას, ხელისუფლებას, რომ ეკონტროლებინა იმედის სარედაქციო პოლიტიკა? იმედის სარედაქციო პოლიტიკაზე იყვნენ და დღეს მე მგონი ნანა ინსკირველი იყო მაგ დროს საინფორმაციო ხელმძღვანელი. ნანამდე იყო მარინა მანჯგალაძე, მე შემდგომ უკვე ნანა იყო. ამ შემთხვევაში მე შეხება მქონდა თვითონ ჰოლდინგის მართვას თანამიმართებაში. იყო გარკვეული მიმართულებები, რაც უნდა გაგვეკეთებინა. მიხარია რომ შევძელით და ხელისუფლებამ იმ პერიოდში ოფიციალურად დოკუმენტალურ დონეზე ავაღიარებინეთ ზარალი და ასევე ავანაზაურებინეთ იმედისთვის, ეს იყო საკმაოდ მოცულობითი თანხა. მიხარია რომ გარკვეულწილად ფინანსური მდგომარეობა, რაც უფრო მეტად მესმის, ვიდრე სარედაქციო კოლეგიაში, ან ჩარევა, ან ჩაურევლობა. მიუხედავად ჩემი გარკვეული ჟურნალისტური წარსულისა, ჩარევა ჩემი მხრიდან არ და ვერ იქნებოდა და შესაბამისად ხელისუფლებისგანაც ამ შემთხვევაში მე მაგ ჩარევას ვერც გრძნობდი მაშინ მაგ პერიოდში. თუმცა შემდეგ უკვე 50-მდე თანამშრომელმა გააკეთეს განცხადება, რომელსაც ხელი მოაწერეს, იყო შეხვედრა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე აქ მაქვს ეს განცხადება, სადაც 50 თანამშრომელმა და როდის ნათია? ეს გახლდათ 2009 წლის 5 მაისს გავრცელდა ეს განცხადება და აქ არის ჩამოთვლილი ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ შემთხვევაში სარედაქციო ჩარევას გულისხმობს. მაგ თანამშრომელს მაშინას და ეხლაც უგუცავ მაგ განცხადებას და მათ შორის მათაც, ვინც დღესაც მუშაობს ტელეკომპანია იმედში. რატომ მოგწევთ? კომენტარი გავაკეთე უკვე. შეიძლება ითქვას მაშინ და ეს თემა რო დავხუროთ რა, მაშინ შენი ფიგურა როგორც ბადრისთან თავის დროზე ახლოს დგომი, როგორც ნეიტრალური ფიგურა, არა გამაღიზენებელი, გამოიყენეს რაღაც ბუფერად და შემდეგ უკვე მოდი ესე ვთქვათ რა. მე ვთქვი რომ სენტიმენტებს ამ თემასთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში ამ ეთერში მოვერიდებოდი. ეს დაემსგავსება ჩემი მხრიდან გარკვეულწილად ტელეახსარებას მაშინ. მე შემიძლია მხოლოდ ერთი ვთქვა, რომ თუ არსებობს რაღაცა, რის შეცვლაც შეიძლებოდა ადამიანის ცხოვრებაში, ალბათ ამ 4 თვე ნახევარს შესაბამისად ალბათ სხვა ტიპის ტრანსფორმირებას გაუკეთებდი. კარგით, მაშინ ერთ შეკითხვასაც დაგესვამ. ჯოზეფ კეი მოგატყუათ? არა, ჯოზეფ კეისთან დაკავშირებით ტყუილებზე და ეგეთ თემებზე არ არის, ეს გაცილებით უფრო სიღრმისეული ურთიერთობაა. კარგით, რახან მეძიებით ამ ყველაფერში გეტყვით, ყველაზე ესეთი სასაცილო სატირალი არის ის, რომ მე ბადრისგან არ ვიცნობდი ჯოზეფს. უფრო ადრე იცი. რა თქმა უნდა. და ჯოზეფ კეი ბადრის ასევე ნათესავი მე გამაცნო აბსოლუტურად სხვა პიროვნებამ, რომელიც ასევე არ იმყოფება დღეს საქართველოში, ბატონო გოჩა ძასოხოვმა, ისინი პარტნიორები იყვნენ თავის დროზე და გაცილებით ადრე ვიდრე ეს ყველაფერი მოხდებოდა, მათ შორის ბადრის გარდაცვალებაც, მე ვიცნობდი ბატონ ჯოზეფ კეის და გარკვეული ბიზნესებიდან გამომდინარე, რომელიც მედიასთან არ იყო, მე მქონდა ჯოზეფთან ურთიერთობა. ადამიანი, რომელიც გარკვეული მომენტებიდან გამომდინარე, იყო ეს სამკვიდრო, იყო ეს სხვა ლეგალური მომენტები. თუ რაღაცა, ეს იყო პიროვნება, რომელთანაც მე წელიწად ნახევარი გოჩასთან, შემდგომ უკვე გოჩას გარეშეც მიწევდა საქმიანი ურთიერთობა. ასე რომ მე ამ შემთხვევაში შალვას ტერმინოლოგიით რომ გავყვე ამას ყველაფერს, მოდით თქვა დავთანხმდი იმას, რომ ყოფილიყავი თუნდაც 4 თვე ნახევრით თუ არა, ბუფერი არა შალვა, ბუფერი არა, ყოფილიყავი საქმეში. რომელიც ამ შემთხვევაში მაშინ იმპერიოდში სწორედ ამან გამოიწვია გიორგი აზრთა სხვადასხვაობა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჯოზეფს ჰქონდა დავა ბადრის ოჯახთან და თქვა შენ იყავი ბადრის მარჯვენა ხელი და ბჭყალებში ღალატად იყო აღქმული ყოველ შემთხვევაში ასეთი ტიპის განცხადებები კეთდებოდა და ბადრის აბსოლუტურად ახლა თანამოაზრე და ყველაფერი ბიზნეს ფედერაციის ფარგლებში ნათია, მოდი ღიად ვიყოთ და აბსოლუტურად ღიად ვისაუბროთ, ვიყავი ამ შემთხვევაში ვადასტურებ, რომ ის გზა, რასაც ბიზნეს ფედერაცია ქვია, მე და ბადრიმ გავიარეთ ერთად.
2007 წლის კონკრეტულ ნოემბრამდე, როცა ბადრი გადადგა და შემდგომ საღამოს გავაკეთეთ ჩვენ გადადგომაზე განცხადება, მაგრამ რაც შეეხება საქმიან ურთიერთობებს, ეს უკვე სამწუხაროა თუ საბედნიერო არ ვიცი, მაშინ ჩემთვის სამწუხარო იყო. მე როგორც განვითარდა მოვლენები, საბედნიერო აღმოჩნდა ბადრისთან საქმიანი ბიზნეს ურთიერთობა, რასაც ქვია, არ მაკავშირებდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, ძირითადად თუ თქვენ გაინტერესებთ, რის გამო განვიცდი მე ამ 4 თვენახევარს, ამას ერთი სახელი და გვარი აქვს. ბადრი ბადრაკაშვილი. კარგი, და თქვენ დასახოვიაც ახსენეთ საუბარში. ჩემს რამდენადაც ცნობილია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თქვენ და გოჩა დასახოვი მუშაობდით ერთად და მე მოვყევი პრეისტორია, ვისგანაც გავიცანი იგივე ბატონ ჯოზეფი. გოჩა დასახოვს ასევე ქონდა არაჩვეულებრივი ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასთან თავისუფლად არ ქონდა. კი. სტადიონის გააკეთა და ბევრი სხვა რამ. თუმცა კონკრეტულ ეტაპზე დადგა მომენტი, როდესაც დასახოვი იძულებული გახდა საქართველოსდან წასულა. გოჩამ საქართველოში მე რამდენადაც ინფორმაციას ვფლობ, არ ჩამოვიდა რიგი მიზეზების გამო და უმთავრესი მიზეზი არის შემდგომაც იგი ოლიმპიადის შემდეგ. პეკინის ოლიმპიადის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნდა, უკავშირდებოდა რუსეთ-საქართველოსთან დაკავშირებულ საომარ მოქმედებებს. გოჩა არის ის ადამიანი, რომელთანაც ერთად ასევე მე დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში ერთად საქმიანობდი, მოქმედებდით და გითხარით, რომ იგივე ბატონ ჯოზეფ კეისთან გაცნობა ჩემი მისი მხრიდან მოხდა და ამ შემთხვევაში დღეს გოჩა საქართველოში არ იმყოფება, იგი რუსეთში. იყო თუ არა ზეწოლის ფაქტები თქვა დასახოვის ბიზნესზე? გარკვეული ბიზნესებში დამატებით ჩემი ჩართვა გოჩას მიმართულებებით, იგივე მაგალითად დაახლოებით 4 წელიწადი მე გავატარე როგორც აღმასრულებელმა დირექტორმა ქართული შაქრის კომპანიაში, მოხდა იმ პერიოდში, როცა გარკვეული ფისკალური პრობლემები შეექმნა აგარი შაქრის კომბინატს. ეს მოდის ამას საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს, თორშტები მაშინ პრემიერ-მინისტრი ბატონი ზურაბ ნოაიდელი იყო. ნაწილი ამ ვალდებულებებისა იყო აბსოლუტურად სამართლიანი, იგულისხმება სახელმწიფოს მხრიდან, თუ ჩვენ სიმართლეს საუბრობთ და ბუნებრივია ამ ყველაფრის აღიარება მოხდა, შეთანხმება, მაგრამ ამის შემდგომ 4 წლის განმავლობაში აღმოჩნდი კომპანიაში, რომელსაც ჰქონდა -32 მილიონი დავალიანება დოლარი, ბანკები და ბიუჯეტი და აღმოჩნდი სფეროში, რომელიც შემოიფარგლებოდა იმით, რომ მე შაქარს ვიყრიდი მარტო ჩაიში ან ყავაში. სხვა შეხება შაქართან არ მქონია მანამდე. ამ შემთხვევაში და კომერცია. ოღონდ მას შემდეგ რაც მე მან აღმოჩნდი და ეს სიტუაცია ასე თქვა იქ დამხდა იმის მერე შაქარზე ვარ იმართად. რამდენიმე დღის წინ ჩვენთან იყო გიორგი კოდუა ეთერში. ხო, მოდი პირდაპირ დაგისვამ შეკითხვა. მონოპოლიები არის საქართველოში? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. ეხლა უნდა მითხრა რომ ან კი ან არა. არა, რატომ უნდა გითხრა კი ან არა? მე გიტყვი აბსოლუტურად სხვანაირად. როცა არსებობს მონოპოლიებზე ეჭვი და აქვს ამის ეჭვი შალვა რამიშვილს, რომელიც მაგალითად არის წყლის ჩამოსხმით დაკავებული, მაგას აქვს დასაბუთებული ეჭვი იმაზე, რომ მაგ ადამიანს ვიღაცა ავიწროებს. ანუ არის ვიღაც იმპორტიორი, ან სხვა ადგილობრივი წარმოებელი უპირატეს მდგომარეობაში. 9 თვიანი გამოცდილება ანტიმონოპოლიურ სამსახურში, ოღონდ ბნელი და უკუნი რო იყო, მაშინ მე მაქვს. ასე რომ ამასთან მიმართებაში არ იქნება. გარკვეული მონოპოლიური პრობლემები, ან ოლიგოპოლიური უფრო მეტად, თუ ბაზარზე ჩანს, მე მგონი იქ გაცილებით უნდა იყვნენ ჩვენი ნაკები ბიზნესმენები, აქტიურები, მათ ჯიბეს ურტყავს ეს ყველაფერი. ამიტომ შესაბამისად თუ ესეთი რამ არსებობს, მე ხა დიპლომატიზე ლიკბეზით აქ არა ვარ დაკავებული. შენ გეკითხები, არსებობს? მე გეკითხები რომ თუ არსებობს ხმა მოიღონ და ილაპარაკო. შენ არ იცი ამის თაობა და შენ კონკრეტული მონოპოლია. ხო, ვიცი ერთ წამი. მაშინ გეტყვი, არსებობს კონკრეტული პრობლემა და არსებობს ბუნებრივი მონოპოლია. ორ მონოპოლიას ვასახელებ პირდაპირ. მიდი. რომელი? კენიგზა. ნუ ეგ არა, ნუ ახლა ესეთი, იმიტომ რომ შენთვის ეგ ბუნებრივი მონოპოლია. კენიგზა გადის და სხვა კენიგზა არა. მადენეულთან მიმართებაში. მონოპოლიაა? იმიტომ რომ არ არის სხვა საბადო, ხო? კარგი, სხვა რაღაცას გეტყვი. სხვა სფეროს კონკრეტულს გეტყვი, რომელშიც შენ ცერკვევი. სატელევიზიო რეკლამის ყიდვა გაყიდვის სფერო, რომელშიც არის მონოპოლია და შენ არის პრობლემა? არის პრობლემა. თუ არის პრობლემა, მაშინ შესაბამისად ამ პრობლემის შესახებ. არა, მე მაგის კონკრეტულად მაგ პრობლემის შესახებ არა ვარ საქმის კურსში შალვა და თუ ჩამაყენებ მე ხა ეს ჩემი კომპეტენცია შეიძლება არის, მე ჩემ აზრს გეტყვი, რომ მაშინ არის მონოპოლია თქო, მაგრამ ამისთვის არსებობს მარეგულირებელი, ოღონდ ამ შემთხვევაში არა ანტიმონოპოლიური სამსახური, შესაბამისი მარეგულირებელი, რომელსაც უნდა მიემართოს დასაბუთებულად და ის ადამიანი კი ან არას ასევე დასაბუთებულად იტყვის, რომელიც შემდგომ შენ შეგიძლია ასაჯირო სასამართლოში და მაპატია ეს პროცედურა
მე დღეს ჯერჯერობით დაცული, რაც არის საქართველოში კანონმდებლობით დაშვებული, არავისგან არ გამიგია. არც სარეკლამოებისგან, არც ხო, ეს ვიცით რომ ეს ასეა ყველა. რას ნიშნავს? კიდევ ერთხელ გეუბნები, ჩვენ შეგვიძლია ვასახელოთ არანორმალური რაოდენობით გვარები, მაგალითად ისაკაძე ფლობს სარეკლამო ბაზრის 99% და არ უშვებს არიგ და ეხლა ვიჯდეთ და სუბიექტურ აზრში, იქ ღამის აუბრებში თუ დილის ანონსებში ვილაპარაკოთ ეხლა ამაზე და ვიღაცა დაიწყებს მაშინ ამაზე მოქმედებას? დასაბუთება უნდა რა ეხლა ამას ყოველთვის. მონოპოლია არ არის იოლი დასაბუთებელი. 2 წლინახევრის თავზე ევროპის სასამართლოშიც ისიც შეძლეს ბილ გეიცისთვის დაედგინათ მონოპოლია. სამარშრუტო ტაქსების მონოპოლია დაამტკიცა თინა ხიდაშელი. სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში თუ ქალბატონი თინათინ ხიდაშელის მოსაზრებები, რომლებსაც არ გაცნობი ხარ შენ. არა, მე მაგ მოსაზრებებს გავეცანი, მაგრამ შენ მეუნები რომ მან დაამტკიცა. თუ ეს დაამტკიცა, დაამტკიცა ნათიასთან და შალვასთან. კი ბატონო. დაამტკიცა შეიძლება ისაკაძესთან. მაგრამ ვამბობ რომ ეს მაშინ დასამტკიცებელია ტიპიურად სხვა დონეზე, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს, მათ შორის შალვა სასამართლოში, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, აი თავისუფალია პოლიტიკური ზეწოლისგან. აიღე ბოლოს სტატისტიკა. ნათია. და გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას. არ უნდა არავინ ასწადოს. მილიონჯერ ყოფილა ეგეთი ცდობა. რომელიც ცდობა არის? კონკრეტულ მონოპოლია. ბოლოს სტატისტიკა არის, რომლის მიხედვითაც საკმაოდ სერიოზულად კერძო სექტორი სასამართლოებში უკვე უგებს სახელმწიფოს კი მე შემილია ამით მე ხა არა ვარ სახელმწიფოს წარმომადგენელი და რატომ მიბიძგებთ იმისკენ რომ მაქსიმალური რეკლამირება იმას გავუკეთო არ მესმის მაგრამ გეუნები ეს არ არის სახელმწიფო ინტერესებში და იმიტომ არა სახელმწიფო ინტერესებში რა არის 382,000 ლარის ანაზღაურება იმერეთის ერთ-ერთი მეწარმისთვის თვენახევრის წინ წავიდეთ ეს არის წესი რომელიც გამონაკლისს სტატისტიკურად იზრდება და ეს სტატისტიკა მათ ჭირდებათ ელემენტარული მინიმუმ რაღაცა ტიპის ინვესტორების მოსაზრად გიორგი იგივე გეგენავა შეხვევა რო არის მაგითი თუ მოდიან ნათია ინვესტორები იმის გამო რომ ზრდა არის ქართულ სასამართლო სისტემაში კერძო სექტორის სასიკეთოთ იმისი კარგად ყოფილა ჩვენი საინვესტიციო კლიმატი მაშინ როგორც გამოცდილმა ადამიანმა რომელიც ძალიან ბევრი წელია ბიზნესშია რატომ არ იღებს უკანასკნელი 4-3 წლის განმავლობაში არც ერთი სხვა კომპანია ტენდერებში მონაწილეობას რომელიც ეხება თქვა სახელმწიფო უწყებების კვებით უზრუნველყოფას გარდა გეგენავას კომპანიისა ამ შემთხვევაში ორი კომპანიაა რომლის დამფუძნებელიც ერთი ჰოლდინგია, სადაც ასევე თავის მხრივ გეგენავა ფლობს, რა თქმა უნდა, ანატომიით ვარ დაკავებული. არა, ანატომიით არ ვარ დაკავებული, შეკითხვას ვსვამ. არა. იმ შემთხვევაში, მაშინ მოდი ესე გეტყვით, ერთ-ერთი ბიზნესი საბითუმო ვაჭრობის მიმართულებით ავითარებთ, ეხლა რაღაცა ბიზნესი, ანუ ძირითადი სფერო, რითაც მე ვარ დაკავებული. მოდი ჩემ მაგალითზე გეტყვი რა. მათ შორის შალვა. მათ შორის ამაზეა საუბარი. არა, არავითარ შემთხვევაში ეს არის გარკვეული. ხო, ადგილობრივი cash and carry-ის სქემის აწყობა, აპრობირებული თემა არის, რომელიც უადვილებს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომ ბითუმად ფონდ გამჭირვალეთ აიღონ 7,000 დასახელების საქონელი. შორსწავლ, მე ჩემი ბიზნესის რეკლამირებისთვის აქ არა მოსული. სარეკლამო ბიუჯეტი რომ ეკნება, მაგალითს გავაკეთებ, რომ აქ მე მოვიტან რეკლამას. როცა დამჭირდება და ამის პრობლემა არ აქვს. იცი რა არის პრობლემა არის ადამიანებში. მე მივიტან 10 კომპანიაში. ეხლა გეტყვის სხვა რამეს. შეკითხვა. ახსენა ბატონი არჩილ გეგენავა და მე მინდა პასუხი გავცე. მე წარმოდგენა არ მაქვს სხვები. ვინც ამაში დაინტერესებული არიან და ფულის შოვნა უნდათ, რატო არ იღებენ მონაწილეობას? გეტყვი ჩემ მაგალითზე. ჩემთვის პირადად, აი ჩემი კონკრეტული ბიზნესისთვის გაცილებით კომფორტულია. მოიგოს რომელიმე კონკრეტულმა კომპანიამ, შეფესე X-მა, შალვა რამიშვილმა, რა მნიშვნელობა აქვს და მე მასთან გავაფორმო კონტრაქტი. მე კიდევ ერთხელ ჩემთვის პროფილურად გადაზღვევის მომენტებიდან გამომდინარე და 1000 იმიდან გამომდინარე ესეა, მაგრამ შენ კითხვას კონკრეტულად ნათია რაც ეხება კარგად გამიგე რა. აქ რაიმე ზე პროფესიონალიზმზე კი არ არის საუბარი. სეგმენტაციაა კონკრეტულად იმ კომპანიების, რომელთაც შეიძლება ეს კითხვა დაესვას. ანუ გულისხმობ რომ არის კომპანიები, რომლებზეც თქვენ ბრძანებთ, რომ აი მარტო ის 3-4 კომპანია იმარჯვებს და იქ არის კონკრეტულად მხოლოდ და მხოლოდ ესა და ეს და იმის იქით არაფერი. ეხლა მოდი სხვა რამე ვთქვათ. ვინმე ნახა არჩილ გეგენავამ 2003 წელს დაიწყო ბიზნესების კეთება საქართველოში? 2003 წელს არ დაუწყე. ხო. ანუ დაწყებულია გაცილებით ადრე. და მინდა გითხრა რომ იმაზე გაცილებით ადრე ვიდრე მე საერთოდ ბიზნესში ვარ. იმიტომ რომ მე ბიზნესში ვარ სულ რაღაც 7-6 წელია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკაში გეგენავა საერთოდ არ იყო, როცა შემოიყვანეს, მოდი ესე. არა, შემოიყვანეს, რას ნიშნავს? ის შემოვიდა და გარკვეულწილად გააფართოვა თავისი ბიზნეს არეალი. უცხო როდესაც მაჟორიტარი. ჩემთვის უცხო არის ის
რა ჩემონათია რომ როცა არსებობენ კომპანიები რომლებთაც ანალოგიური სერვისის გაწევა შეუძლიათ თავიანთი ინფრასტრუქტურით არიღებენ და ნათია მიქიაშვილმა უბრალოდ მე სურვილი გამიჩნდებოდა რომ ის ბიზნესმენი მომესმინა რატო არიღებს ამაში მონაწილეობას? დიდი კომპანიები არ არსებობენ. რატო არ არსებობენ? ყველა დიდი კომპანიის უკან ხშირ შემთხვევაში კი არა და 100-დან 100 შემთხვევაში გიორგი და ეს არც შენ თქვენთვის არ იქნება უცხო. ამ შემთხვევაში არიან ან დეპუტატები, რომელიც ფლობეს საკონტროლო პაკეტს ჰოლდინგებში, რომლის შვილობილი კომპანიებიც არის ის ვინს ტენდერს იგებს. თქვა იგივე მადნეულის თემა და ნაყოფიეს შემთხვევა. მადნეული აღიარა რომ ბეჟუაშვილების თემა გიორგი. მე ჩემი მაგალითი გითხარი. მომისმენებასთან ასოცირდება. ყველა ბიზნესმენმა კეთილი უნდა ინებოს და საკუთარ ნამოქმედარზეც, გემოვნებაზეც, მათ შორის თუ ძალიან გაინტერესებთ პოლიტიკურზეც. აგოს პასუხი. მე არა ვარ ისა რაღაც უნიკუმი და არაფრით არ გამოვირჩევი მათგან. მოღონდ განსხვავება ჩემი ისაა რომ მე ვარ მცირე, მართლა რეალურად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ვარ. არა იმიტომ რომ ასოციაციას ხელმძღვანელობ ამას, რეალობიდან გამოვდივარ. მაგრამ ყველა ბიზნესმენს გონია რომ უნდა კონდეს ის ნებელობითი თვისებები რომ თავად დააფიქსიროს პოზიცია. რატო არ აფიქსირებენ? ჩემი პრობლემა არ არის მე ბიზნესმენების მინისტრი არა ვარ და ამ ქვეყანაში ესეთი თანამდებობა არ ზეწოლას კარგად ხელისუფლება. მაგრამ ერთი წამი დავუთებ ძალიან ბევრი ფაქტი ესენია და მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა რომელიც შედარებით შერბილებულია ქვეყანაში ეს არის ადმინისტრაციული წნეხი. კიდევ ერთხელ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მთელი ამ წლების განმავლობაში არაფერს ისე მტკივნეულად არ შეხებია ადამიანებს, სოციუმს, საქართველოს მოსახლეობას, როგორც ეს ადმინისტრაციული წნეხი და საკუთრებითი პრობლემები. ამიტომ ვამბობ, რომ შალვა რამიშვილს შეუძლია დაიწყოს ლაპარაკი უნიკალურ საგადასახადო კოდექსზე. ნათია მიქიაშვილმა გააგრძელოს საუბარი ძალიან მაგარ სამეწარმეო კანონმდებლობაზე. არც ერთს არ აქვს აზრი, მართლა საუკეთესო რო კონდეს ამ ქვეყანაში. რომ იყოს, არა. თუ ქვეყანაში არ არის სწორუპოვარი სასამართლო სისტემა. ეს არის უბრალოდ და არ არის სწორუპოვარი სასამართლო სისტემა. ჩვენს ქვეყანაში არ არის. ნაბიჯ მე პირადად არ მაკმაყოფილებს ის ტემპი, რომელთაც სასამართლო მიდის, მაგრამ ეს არის ნებისმიერი განვითარების და ერთ ისტორიას მოგიყვებით. ჯიხურებს და ყველაფერს რომ თავიდან რაც ახლა პრესის გავრცელებას ხდება. არის ჰოლდინგი, კვირის პალიტრა, სადაც გამოდის. პალიტრა, მედია პალიტრას ჰოლდინგი. სადაც არის ზაფხულში დასაწყისში შევიდა 26 მაისის შემდეგ. მერე 26 მაისის შემდეგ შევიდა შემოწმება. არის ამის შესახებ. როგორ არ ვიცი, გისმა უნდა იცი. შესაბამისად. ამოწმეს ინვენტარიზაცია ჩაატარეს. ვერაფერი ვერ იპოვეს. ძალიან მიზერული თანხით დააჯარიმეს და თქვენ შემდეგი რაღაცა. აქვთ უფლება, რომ შეაჩერეს კანონიერი ვადის გასვლამდე 4 დღით ადრე შეაჩერეს შემოწმება და ეხლა დომოკლეს מחვილივით კიდია, იმიტომ რომ აღარც ამოწმებენ არაფერი, დასკვნები წესით უნდა ყვირის პალიტრის მესვეურებს, რომელთაც უფიქსირებ ჩემ პატივისცემას, იმიტომ რომ პირადი ურთიერთობაც მაკავშირებს ანგაჟირებით გაკეთებული. უკვე შეუულია დღიად და ძალიან შვიდად იყვნენ იმ კუთხით, რომ რახან თუნდაც შუალედური, როგორც შემძანე, ჩვენ ენაზე ეკონომისტების ამას ქვია შუალედური, თუმცა ეჭვმეპარება, მე მგონია, რომ ეს მალე საბოლოო სახეს მიიღებს და ამ თემის დაუნთავრებინე მე ჩემას ვამბობ. კი ბატონო. მე მაგალითად მგონია, რომ კვირის პალიტრას მიეცემა და ის აუცილებლად გამოიყენებს იმ უნიკალურ შანსს, რომ მომავალში მსგავსად სხვა ბიზნესმენებისა საგადასახადოს მაგივრად მათ აიყვანონ რომელიმე სერტიფიცირებული აუდიტორული კომპანია, რაც დაუშვა კანონმდებლობამ ბოლოს თვის განმავლობაში და კერძო აუდიტმა შეამოწმოს მათი საქმიანობა, რაც ფაქტიურად იქნება კონკრეტული ბიზნეს შემოწმების. საგადასახადოს მაინც რჩება საგადასახადოს შევიდეს და შეამოწმოს ეჭვის საფუძველზე, მაგრამ მაშინ გეუბნები ხა საგადასახადო მაგალითად ახლახან გამოვიდა იგივე ინიციატივით, რომ შესაძლოა გადასახადის გადამხდელს როცა იგი შეამოწმოს გადასახადის გადამხდელს ჩააბაროს არა უკვე აქტი დარიცხვის შესახებ, არამედ პროექტი. მისცეს გონივრული ვადა ამის გამოსასწორებლად. ამ კუთხით ნაბიჯები იდგმება ჩვენ მუშაობ. ეს არავალდებული. კვირის პალიტრასთან მიმართებაში, შალვა, რაიმე რო ყოფილიყო პრობლემატური. მათ ბუღალტერიაში ეჭვიც არ მეპარება. რომ არათუ შუალედური ან საბოლოო, მე არ ვიცი საბოლოო თუ შუალედური, შენ ინფორმაციიდან გამომდინარე მეც ვარქმევ შუალედურს. იქ დაიწერებოდა ის ციფრი რა ციფრიც იქნებოდა, ამიტომ ამ შემთხვევაში თუნდაც კვირის პალიტრის შემთხვევაში, იმიტომ რომ გაცილებით მეტი სხვა მაგალითი გვაქვს არასწორი დარიცხვებისა, უამრავი. ხო, მაგრამ ეს ყვირის ძალიან, იმიტომ რომ ეს არის მედია საშუალება 26, არა, 26 მაისის შემდეგ შევიდნენ, დაკიდეს დომოკლეს מחვილით ეს აქტი და ელოდებიან, არ ვიცი რა საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ მე ყველაფერი ძალიან მშვიდად და კარგად დამთავრდება ერთი მარტივი მიზეზის გამო.
კიდევ ერთხელ ალბათ სუბიექტურაში აღარ მომეცემა ამაზე მოსვლის საშუალება ამ ცალკე თემაზე. ეხლა უბრალოდ ვიტყვი ალბათ სიუჟეტს გაგიღე ამაზე თუ მომიყვანეთ კიდე კარგად ყოფილა ჩემი საქმე. მაგრამ რო დამთავრდება ეს შემოწმება და საბოლოოდ რო აღმოჩნდება რომ ეს არის ის რეალური თანხა ცირედი რასაც შემზანებ, ამითი ამოიწურება ეს ყველაფერი და მე მაგალითად დამაყივა რომ არსებობს ქვეყანაში ეს სერიოზული კომპანია და ჩემთვის ხოთში ეგენი კომპანიებია. ეს ჩემთვის არის თევდორაშვილი, ჩემთვის არის ბიზნესმენი. მე მას არ უყურებ. მე მას არ უყურებ კონკრეტულად როგორც ჟურნალისტი და გამომცემელი ამ შემთხვევაში. იგი არის ერთ-ერთი სერიოზული ბიზნესმენი. მაგრამ არის განსხვავება მედია. ერთი წამი რა, პრივილეგირებული მდგომარეობაში მედიას და იმისი თუნდაც იგივე და არ უნდა იყოს უბრალოდ ხელისუფლებისთვის აქვს მას პრინციპული მნიშვნელობა ამ კონკრეტულ ბიზნესს. კონკრეტულ ბიზნესთან მიმართებაში იგივე სიტყვაზე ვამბობ, ჩემთვის შეიძლება დროში აცდენილი იყო თუნდაც ის ვადები, რაც შალვამ თქვა, დამთავრდა 26 მაისის აქციები და მე შევიდნენ. თუ შესამოწმებელია რომელიმე კომპანია, შეიძლება ეს პოლიტიკურად ისეთ პერიოდში იყოს ეს ყველაფერი შერჩეული, რომ მან დამატებითი აჟიოტაჟი არ გამოიწვიოს, მაგრამ ის რომ ისაკაძის კომპანია არ შეამოწმო იმის გამო რომ სათვალეები უკეთია, ეს არ უნდა მოხდეს, მაგრამ როცა ეს ყველაფერი მაინც ნათია თავრდება და კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მაქვს 5000 მაგალითი როცა დამთავრდა სუბიექტური გადაწყვეტილებით და კვირის პალიტრის მაგალითზე, თუნდაც შუალედურზე. მაქვს მაგალითი, რომ დამთავრდა აბსოლუტურად ობიექტურად. სუბიექტურას რა ობიექტურად? დამთავრდა ობიექტურად, დამთავრდება მას წერტილი დაიწყო. არანაირად ობიექტურად. არ არის დამთავრებული, ეს არის ფაქტი. ეს არის ფაქტი. ანუ მათ შეჩერებულია. ლაზეიკა აქვს საკანონმდებლო დატოვებული. შუალედური, არა, ეს საკანონმდებლო ლაზეიკა, რასაც შემზანებ ნათი არსებობს არა მარტო კვირის პალიტისთვის, არამედ ყველა სხვა კომპანიისთვის, რომელიც გადაულახავს აძლევს. შუალედურად რაღაცაა. შუალედურად არ არის დაწერილი, არა. გადაულახავი წინააღმდეგობის გამო აქვთ კანონით უფლება, რომ კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე რამოდენიმე დღით ადრე ერთი კვირი. მოდი რა, კვირის პალიტრის თემა დავამთავროთ, თორე აღმოჩნდება, რომ სუბიექტური აზრი მარტო კვირის პალიტრასთან დაკავშირებით გქონია. მეც ძალიან მაწუხებს და ამიტომ დავაფიქსირე ჩემი აზრი, რომ ჰოლდინგ კვირის პალიტრას, რომ ქონოდა სერიოზული ფისკალური პრობლემები, არც შუალედური, არც გარემომავალი და არც იქ იქნებოდა სხვა ციფრი. კარგი, და ფადიასლიზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება, ანუ რამდენიმე დღის წინ გიორგი თარგამაძემ გააკეთა პარლამენტში განცხადება, რომ ამ შემთხვევაში შეცდომა მიმდინარეობს ერთ-ერთ, თქვათ ისე წარმატებულ ბიზნესმენზე. თუმცა მას არ დაუსახელებია სახელი და გვარი. მაგრამ მოგვიანებით გაზეთ პროკურორში გაჩნდა თქვენი ინტერვიუ, სადაც ანუ საუბარია ფადიასლიზე, რომ ეს ორი დღით ადრე მივეცი ამასთან დაკავშირებით ნათია ინტერვიუ. ბიზნეს საბჭოზე, სადაც მეოთხეჯერ თუ მეხუთეჯერ შევხვდით მე და პატიცემული შალვა ერთმანეთს, ეს იყო ოღონდ ფოიეში და შემდგომ გაგრძელდა ბიზნეს საბჭო, რომელიც დახურული ფორმატით მიმდინარეობს, მაგრამ გარეთ რო გამოვდივართ, საუბრობთ იმას, რაც ხდებოდა შიგნით, ერთ-ერთ საკითხად დაისვა, რომელსაც მე გიორგი ისაკაძე, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი დღესაც ვითხოვ, რომ ზღვარი, რომელიც დაწესებული არის საგადასახადო კოდექსში, სისხლის სამართლებრივ დევნასთან მიმართებაში, აიწიოს ამბობენ ქრისტიან დემოკრატები. ჩვენ ვამბობთ, რომ საერთოდ მოიხსნას. აი ეს არის თვისებრივი სხვაობა, თუ გნებავთ ჩვენს ქრისტიან დემოკრატებს და ანუ გადაწყვეტილების დამალვისთვის არ უნდა იძლევა მეორე ადამიანი, რომელმაც ინგლისურ ენაზე იმის გამო რომ უბრალოდ ფადის ესმის ქართული, მაგრამ მეტყველება ქართულად უჭირს, ინგლისურ ენაზე მეორე ადამიანი, ვინც ამასთან დაკავშირებით საკითხი დასვა, აი ამ ასე ვთქვათ საინტერესო შეხვედრაზე, გახდათ ბატონი ფადიას. რა მოხდა შემდგომ? ამის შემდგომ ჩვენ მივიღეთ გარკვეული დაპირება? ასთა გამოცვლის მერე არსებობს გარკვეული დამატებითი კონსულტაციების საჭიროება, რომელიც ჩინოვნიკივით არ ვაპარაკობ, მე ჩინოვნიკი არა ვარ. ეგერთი. მაგრამ გადაცემა ის გარკვეული ნაწილი გაქვს რასთან პირდნენ? რომ მოუხსნით თუ ამ ზღვარსო. კი არა და არ დავჭერთ ხალხს გადასახადები. ტირაჟირება იმისი, რომ ამის გამო ვიღაცა სადმე იყო დაბარებული, არ არის. თუ ვინმე იყო დასაბარებელი და რაიმეზე. ანუ ფადი არ დაუბარებიათ საგადასახადოში. ფადი ასლის ისევე როგორც ცალკე აღებულ ბიზნესმენს ნათია, იმიტომ რომ მას სხვა კომპანიებიც აქვს. ის წარმოადგენს საერთაშორისო სავაჭრო პალატას საქართველოში. ძალიან სერიოზულ ორგანიზაციას. არის ბიზნესები, რომელსაც იგი მართავდა, მართავს წლების განმავლობაში. ჩვენ ყველანი ვურთიერთობთ საგადასახადოსთან, ვიღაცაები პირადად დირექტორების დონეზე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას ახერხებენ ფინანსური დირექტორების, ბუღალტერების და აუდიტების დონეზე. ყოველთვის გვექნება საგადასახადოსთან ურთიერთობა. ამიტომ ამ კონკრეტულ საკითხზე ფადიმას დაადასტურა და მეც ვადასტურებ, რომ არავინ არსად დაბარებული არ ყოფილა და კიდე ერთი დეტალი. ჩემი და ფადის ოფისი 150 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული, ანუ
შესასვლელ გამოსასვლელიც ერთი გვაქვს. შესაბამისად, ეს ყველაფერი გაიგებდით სხვა რეჟიმში მოწესრიგება. და არაფერ შემიძლია გეკითხოთ სულ რამდენიმე საათში ტელეკომპანია მაესტროში სტუმრად მოვა ბიზნე ივანიშვილი. ხემოთ იმას გრიმს რო ვიკეთებდი და ეს ლაპურწაკი ბიზნესმენი რომ დამპადიჟეთ აქ ამოდენა გიგანტი კაცი ეს საქმე როგორ არის? ასე ლაპურწაკი ბიზნესმენი მე ნამდვილად ვერ გაკადრებდით. მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლებიდან გიორგი თქვენ გამოვიდა მე და შენ ერთმანეთს საჩუქრები გავუკეთეთ. ხო. მე 1000-თვის არაფერი საჩუქარი არ გამიკეთებ. აი კაშინა ჩუქი. არა, ია კაშინა 1000-თვის არ მინდა. სხვა რაღაცა ეხა. კაშინა რო ვაჩუქო გამოდის რომ ეხა გავიმეორე რაღაცა. ყვავილთან ვარდით რომ მოსულიყავი. ქრისტიან დემოკრატიული იქნებოდა თარგამაძე მგონი გრიგოლიას ეთერში პირველად იმას. რაც სულ კალმი და იმით ხედავდი და მინდოდა როგორი რაღაცა გაეკეთებინა რომ რაღაცა დავკარგი არა ისეთი იმდენი რაღაცები ჩამილაგეთ ამ იმიდან გამომდინარე რომ რაღაცა აი ესე ხომ ხელი ესე დაუქნიო ხოლმე და რომ გაიღიმო და რაღაცა ისეთი იქნება რა. კალაბი ახლა კამერა ახლა კარტია და შენაი ტისო საათი არ არის მოპატიეთ მაგრამ ნუ ძალიან ლომელი საჩუქარია მაგრამ შეკითხოს მაინც და შეკითხვა მითხარი გიორგი შევარდნაძის ხელისუფლებიდან შენ ისე ვერაფერს ვერ ხვდები ისევ ლეიბელზე ხარ რა ვარდების რევოლუციის ტალღასთან ერთად აღმოჩნდით ბადრისთან ბიზნესმენთა ასოციაცია 2004 წელს ოღონდ ვარდების რევოლუციის შემდგომ მე პირდაპირ ანუ მგონი პირველმა გავაკეთე ამ შემთხვევაში გადადგომას განცხადება შალა უდიერად მოეპყრობის ვისაჩუქრად თორე შენ კაშნისაც ერთხელაც იქნება მე კი არ წავიღებ მაგას მე უნდა ნაო როგორ ხდება ამიშულ შენი კაშნიო თორე შენ კაშნისაც რამდენიმე მითხრები კი მანამდე დაწყებული მქონდა ის ბიზნეს საქმიანობა რო წეღან ვახსენე მთელი სურათისთვის დასოხოვთან და შემდგომ უკვე 2004 წელს როცა ბატონი ნიკოლეკიშვილი გახდა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ბადრი აირჩიეს გადამხდელთა კავშირის ამის შემდეგ უკვე ნუ ასე თუ ისე ბადრის უკავშირდება თქვენი ბიზნეს ისტორია მათ შორის ბადრის კი ბიზნეს ისტორია ბიზნეს ფედერაცია ბიზნესი არა მე კიდევ ერთხელ ძალიან აბსოლუტურად ღია რომ მეთქვა, რომ მე ბატონ ბადრისთან მქონდა რაიმე ტიპის ბიზნესი. გასაგები. ამის დამავლასთან რაიმე იმას აზრი არ ექნებოდა რა. ღია ვარ ამ კუთხით ისე როგორც თუმცა ბადრის გარდაცვალების შემდეგ ანუ თქვენ რჩებით ტელეკომპანია იმედში არ რჩები, მივედი. 4 თვე ნახევარი ვიყავი და წამოვედი. არ რჩები. მაგრამ თქვენ აღმოჩნდით თქვენ არ დარჩით იმედში, თორემ მე მივედი და წამოვედი. და ამ პერიოდის შემდეგ უკვე თქვენ აღმოჩნდით იმ ბიზნესმენთა რიცხვში, რომელსაც ხელისუფლება არ ერჩის, გიორგი. ანუ შეგიძლიათ იამაყოთ ბროლდ იმ ლავირების უნარით ალბათ ამ შემთხვევაში. გიორგის აზრით არ ერჩის არც ერთ ბიზნესმენს ხელისუფლება, ზოგადად არ ერჩის. ეს არის დავსვი პრობლემა საკუთრებასთან დაკავშირებით. მე დავსვი პრობლემა ბიზნეს ურთიერთობებთან დაკავშირებით. მე დავსვი პრობლემა პოლიტიკაში მოსვლაზე გეკითხებით საკუთარ ივანიშვილის პოლიტიკასთან მოსვლასთან, პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. შენ გადაცემაში თქვა, ჩემ პასუხში ჯერ ერთ ნაწილზე და მე გადავალ შესავალს გავაკეთებ როგორც აი ამ ხელა ბიზნესმენი იმ გიგანტთან მიმართებაში, რომელიც დღეს თქვენ ეთერში მოვა და იბაასებს. მე ვამბობ შემდეგს. არსებობს პრობლემები ბიზნესთან მიმართებაში და ამ პრობლემებს ნათია პოპულარულ ენაზე რო ვთქვა, აქვს სახელმწიფოს და ბიზნეს შორის ურთიერთობის პრობლემა. ყველაზე მარტივად რო ვთქვა ეს ყველაფერი, ეს ნიშნავს საკუთრებით მომენტებს და ეს ნიშნავს ადმინისტრაციულ წნეხს, რომელიც უბრალოდ შედარებით უნდა შემსუბუქდეს, მაგრამ შემსუბუქდეს იმიტომ კი არა, რომ ხვალ მაგალითად კარგი პროფესიონალი, ან სერიოზული მენეჯერი ნათიას სახით დაინიშნა თანამდებობაზე და მან შეასწორა არა. ეს უნდა გადავიდეს სისტემურ მომენტებზე. იქ კონკრეტული კანონმდებლობის შეცვლებით, აი ყველაფერი თუ არ მოხდა, მაშინ ეს გადის უბრალოდ სუბიექტურობაზე, რომ მაგალითად ნათია მიქიაშვილი არის კარგი მენეჯერი, იმიტომ რომ ის კარგად გაუძღვა ერთ-ერთ უწყებას. სოციალ იგივე შემიძლია თქვა დღევანდელი შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელზე ჯაბა ებანოიძეზე. რომლის სახელსაც უკავშირდება მთელი ეს ახალი ცვლილებები, მათ შორის იგივე ის ფიქსირებული გადასახადი, რომელზეც მე და შენ მოვასწარით საუბარი, რომლის და კიდევ რამდენიმე კანონმდებლობაში ცვლილების შემდგომ მათ შორის 25000 ლარის მოხსნასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებაში ამას მე ვამბობ გიორგი ისაკაძე და მერწმუნეთ ამის გამო არავინ არასდროს და არც არავის არ დაიჭერს როცა ასეთ საკითხებზე იქნება საუბარი კიდევ ერთხელ ღიად ვამბობ ეთერით რომ არ მოხდეს რაღაცა გაუგებარი ისტორიების ტირაჟირება პოლიტიკური პოზიციისთვის არ იჭერენ ბიზნესმენებს ან არ ავიწრობენ მის ბიზნესს არის მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება მათ შორის ის ადამიანები ვინც მე ჩამოვთვალე რომლებიც დღეს საქართველოში არ იმყოფებიან. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ისინი იყვნენ აქ. კარგი. ხო, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ყოველ შემთხვევაში მე იმედი მაქვს, რომ ზოგადად ისე ჩამოყალიბდება კერძო სექტორს და სახელმწიფო შორის ურთიერთობა, როცა იქნება რაღაცა საკრალური
გონგას შენამბობ, როცა იქნება რაღაცა ისეთი საკრალური, როცა ეს ყველაფერი არ იქნება დამოკიდებული არც ერთ გვარზე. კიდე ერთ შეკითხვას დაგისვამ, გიორგი, მაშინ რა სიტყვი ბიზნესზე, როცა ტენდერი არ ჩატარებულა და წინა დღეს მიდის კონკრეტული კომპანიის წარმომადგენელი და ეუბნება ჯიხურის მეპატრონას, რომ გადიამ ჯიხურიდან აიღე ჯიხური მე მოვიდე. მაგ კონკრეტულ ჯიხურთან მიმართებაში ოღონდ ტენდერი ჩატარებული არ არის. თუ ორსტები მერის წარმომადგენელმა გააკეთა შესაბამისი განცხადება, რომ იყო ტექნიკური უსწრაფობა და შესწავლა დაშვებული, მაგრამ ასე ეძახიან ისინი. შას ეტა უხტაკ ნაზრეთ. მაგრამ ეხლა კონკრეტულად რაც ეხება თეას დაანონსებას გავაგრძელებ. აუცილებელია კომუნიკაცია მერიას და პრესის გამავრცელებლებს შორის. სასწრაფოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო არის საკითხები, რომლებიც დღეს შემოიფარგლება განცხადებების გაკეთების დისტანციაზე და ამასთან დაკავშირებით უბრალოდ მე სხვანაირად ვერ ხედავ რაიმე პრობლემას რო ეს იმას. კომუნიკაციის პრობლემა ხელისუფლებას ნამდვილად აქვს. არ გადავთოთ დარჩით მაესტროზე, მე და შალვა გიორგი ისაკაძეს მადლობას ვუხდით სტუდიაში სტუმრობისთვის. ჩვენ ხვალ ყველაფერი დამთავრდა ისე რომ სამწუხაროდ ვერ ვისაუბროთ ბატონ კოდუაზე, ბატონ ივანიშვილზე, მაგრამ მომავალი ჩვენია. ჩვენ ხვალ 19:00-ზე შევხვდებით ერთმანეთს კარგად ზანდებთ.